ბეჟანი ყობიაშვილი. იმყოფებით ყვარელში. ვარ მხატვარი. მუშაობ ხის მხატვრის დამუშავებაზე. მე-5 კლასიდან დავიწყე ხატვა. ეს მახსოვს, რომ მასწავლებელს ძალიან მოეწონა რაღაც ჩემი ნახატი. ეს ნახატი აიღო ხელში არიქა, იქი დააფრიალა ბავშვებს აჩვენა მე სამასწავლებელში და ამ პატარა ბიჭმა ნახერა დახატა. ყველა უკვე მხატვარს მეძახდა და მამან უკვე მაიძულა რა, შემიყვანა რაღაც აი ამ სფეროში. გადაჭი ვნახე რომ მოსეთოიდის სამხატვრო სასწავლებლებში ტარდებოდა მისაღები გამოცდები. ჩავაბარე რა. ცოტა ადრე დამამთავრებინეს, იმიტომ რომ 8 პოლკში სჭირდებოდათ მხატვარი. სახეებს მახატინებდნენ იქ. ხონდა ძალიან ბევრი დროს მომზადებულიყავი აკადემიისთვის. გაედი გასაუბრებაზე. ეს სვისი ნამუშევრებია, ეს ჩემი ნამუშევრები არ არის. და ამ დროს შემოვიდა ჩემი ხოეთის სამხატვრო სასწავლებელში ვიც მასწავლიდა და ბეჟანი ყობიაშვილი ხო და გამიშოს გამოცდაზე. და ხის მხატვრო დამუშავებით განხრით მოხდი გამოყენებით ხელოვნების ფაკულტეტზე. ხო, თვითონ სტრუქტურა აქ ესეთი რაღაცა ის სპეციფიკა შემიყვარდა ძალიან. თლა, გამოთლა. ფორმა, რაღაცები, ყველაფერი ჩუქურთმა, შიგზით რაღაცაც უნდა გააკეთო რა. მაქვს ბევრი ჩანაფიქრები რაღაცა იქით-აქეთ და ვიწყებ ამის ესკიზის კეთებას. და თქვა დავიწყე განდაგილის გაკეთება მინდა რა. ვავიღეთ იქნე დავიკითხე და ეს განდაგილის სანამ არ დავიზეპირე, მანამდე ესკიზის კეთება არ დავიწყე. შეიძლება ერთი ვარიანტი არ მომივიდეს, მეორე ვარიანტი 10 ვარიანტში ერთ-ერთი მაინც რაღაცას ისე ჩავავლე მე ხელ. იქიდან იწყებ უკვე კონკრეტულად რაღაცა ფორმებს და რაღაცებში მუშაობთ და რაღაცას დახვეწა. რომ უკვე გრძნობ უკვე დამთავრებულს. რაღაცა მუშაობს ის რაც მე არ ვიცი რა. რაღაცას ის სხვა რაღაცას მე არა ვიღაცა გაიძულებს რაღაცას გაწვდის. ბიძგებია რომ აი ამ ბიძგებიდან გამომდინარე გაოცებული შეიძლება დარჩე შენ. ეს რა გავაკეთეო. მაგრამ ეს დიდი ხანი არ გრძელდება. ერთი თვე გამიხარდეს რაღაცა რომ ვაიმე რაღაცას მივაგენი მართლა. მე ხვდები რომ დიდი არაფერი არ არის. ხშირად მიფიქრია რომ ისე ხატო და ისე იმუშაო რომ ბევრი არაფერი არ ნახო. და საკუთარი მათ ჩამოყალიბდები. ასე მგონია. რაღაცა მინდა ვიპო და რა უნდა ვიპო, არ დამიკარგი არაფერი. მე მგონია უფრო საკუთარს. მე ვიყო. მხოლოდ მე. აი მინდა. ტერაპია. არ გამოწვევ. სწავლება, ძალიან დიდი სწავლება, ხელოვნება, ძალიან საშინელება. ზოგს მიადვილება, მაგრამ არ მიადვილება ეს რა ვიცი. მაქვს ბევრი რაღაც გეგმები. ხო და ამ გეგმებში მინდა როგორმე აი ჩემი წყოვანება ჩავტიო და ბოლომდე დაიხარჯო ასე ვთქვათ. დალი ცხოვრება რასაც ვეძებდი ვერ ვიპოვე. ვერ ვნახე, ვერ გავაკეთე, ვერ ამოვედი. ვერ ჩავედი, უბრალოდ იქამდე. რომ რაღაცა მეც მომწონებოდა. მუშაობ დღე და ღამე. მაგრამ ყოველთვის რაღაცა აკლია. რაც მეტ მუშაობ, არ უფრო სევდა და უფრო ის მიმატება რაღაცა. საინტერესოა. ისე ვარ შეთვისებული და რაღაცა შემივთებული უკვე ამ საქმეზე. სხვანაირად ცხოვრება აღარ შემიძლია.